ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი კამარა 2010 წელს დაფუძნდა. მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ 2 წლის განმავლობაში ნიუ-იორკში ცნობილ ფსიქიატრ ანათინა მიშერთან ერთად იმუშავა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ დიდი სურვილი გაუჩნდა ამერიკაში მიღებული გამოცდილება და მეთოდები სამშობლოში დაენერგა. სწორედ ასე დაარსდა დღის თერაპიის ცენტრი, რომლის პროგრამას წარმოადგენს ნებისმიერ ადამიანში მისი შინაგანი რესურსის ამუშავება. დამოკიდებულების შემთხვევაში რამდენიმე თვიანი ამ მკურნალობა შეიძლება ნახევარი წელიც დასჭირდეს და ყოველია წელიწადიც კი პაციენტი, იმიტომ რომ აქ ჯვარედი იმ პრობლემებთან გვაქვს ხოლმე საქმე, უმეტეს შემთხვევაში დამოკიდებულების ქვეშ იმალება რომელიმე სხვა პრობლემა სულიერი. მერე ვმკურნალობთ ამ სულიერ პრობლემას და შემდეგ იწყება ძალიან ხანგრძლივი ფსიქორეაბილიტაცია, იმიტომ რომ ამ ადამიანების უმეტესობას 13, 14, 15 წლიდან შეცვლილი ცნობიერების გარეშე არ უცხოვრიათ. შესაბამისად ბრუნდებით აი იმ ასაკში, სადაც მათ შეწყვიტეს საკუთარი მეს განვითარება და იქიდან ვასწორებთ უკვე მაქსიმალურად რამდენი შესაძლებელია აი ამ უნარობას ფხიზელ ცხოვრებაში მოქმედების. შეუძლებელია ცენტრში მოხვედრის შემდეგ ყურადღება არ მიიქციოს აქ გამოფენილმა ნამუშევრებმა და ნახატებმა, რაც აქაურობას სიმყუდროვესა და განსაკუთრებულ სითბოს ზენს. ხვდები, რომ მოხდი ისეთ გარემოში, სადაც ნამდვილად იზრუნებენ შენზე. ეს ნამუშევრები ცენტრში მისული პაციენტების ხელითაა შექმნილი, რაც გამოჯანმრთელების ერთ-ერთი გზაა. ეს არის დინამიური თერაპიების და კრეატიული თერაპიების ნაკრები პლუს ფსიქოანალიზი. და ძალიან საინტერესო ფორმა მისცა ამას ჩვენმა ერთ-ერთმა თერაპევტმა გიგა მამინაშვილმა, ჯგუფური ფსიქოანალიზი ძალიან საინტერესო რამ არის. კრეატიული თერაპიები ძირითადად მუშაობს როგორც ცნობიერ, ასევე არაცნობიერ შრეზე ფსიქიკის, რაც შეეხება დინამიურ თერაპიებს, მათი უმეტესობა გამიზნული არის ცნობიერ შრეზე, რომ აღადგინო შენი თავი და გააცნობიერო რაღაცეები. კამარაში მკურნალობა უფასოა. აქ სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილ ადამიანებს. თუმცაღა ცენტრი საჭიროებს ფინანსურ დახმარებას, რადგან იგი განთავსებულია ნაქირავებ შენობაში და არ გააჩნია საიმისო ბაზა, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაეხმაროს. სახელმწიფომ იცის ჩვენ შესახებ, ჩვენ ძალიან ხშირად ვაკეთებთ გრანდიოზულ გამოფენას. ეხა ძალიან ბევრი რამ ცენტრიდან გატანილია, მაგრამ ბევრი რამ შეგეძლოთ და გენახათ, აი უზარმაზარი გემიც კი, რომელიც ჩვენს პირველ ოფისში მაქვს გაკეთებული, სადაც 5 კვადრატული მეტრის სივრცე იყო და ფაზელად ავაწყობ გემთ მშენებლობა წამოვაწყებინე, რომ თავისი ძალა და პოტენციალი ეგრძნოთ. და ნუ ამაში იყო დიდი თერაპიული სიმბოლიკაც, რა თქმა უნდა, ესე უბრალოდ რო გემი ავაშენეთ, ეს ასე არ ყოფილა. და ყოველთვის ვეპატიჟებოდით ერთადერთხელ, როდესაც ყველა ჩემმა კოლეგამ უკვე რაღაცა თქვათ ითხოვა, რომ იქნება მაშინ დაგვეხმაროთ იმაში, მეც ვითხოვე, რომ იქნება მხოლოდ შენობაში დაგვეხმაროთ, იმიტომ რომ ქირა გვტეხავს წელში და უფრო მეტ სტატისტიკას შევძლებთ, რომ ბევრად მეტ ადამიანს დავეხმაროთ, რომ არა ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, უპასუხოთ დავრჩით სრულიად. ჩვენი გადამღები ჯგუფი თერაპიის საათს დაესწრო, სადაც პაციენტები ყვებიან თავიანთი პრობლემების შესახებ. თუ რა მდგომარეობაში იყვნენ წარსულში და დღეისთვის როგორაა შეცვლილი მათი ცხოვრება. მე რა მეთოდითაც მუშაობ, ეს გახლავთ მითოდრამა, რომელიც არის შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტის და ფსიქოლოგის მიერ შემუშავებული მეთოდი. საქმე გვაქვს ადამიანის, ასე ვთქვათ, მითებთან, ადამიანის როლებთან, თუ რა როლს თამაშობს ის ახლა ცხოვრებაში, რა როლებს თამაშობს, ამ ლატენტური, ფარული, თუ ასე ვთქვათ, მიმდინარე როლებს გაცნობიერებას ეხება ძირითადად ეს მეთოდი. ასევე იმ პრობლემების გაცნობიერებას, რამაც და იმ სისუსტეების და სირთულეების გაცნობიერებას, რამაც დაუშვათ თუნდაც წამალ დამოკიდებულებასთან მიიღო ან პრობლემების აძლევის ეს ხერხი მოძებნა. ტექნიკურად ეს გამოიყურება, ჯგუფის წევრები ისმენენ რაღაც ამბავს, რომელიც მათ ჯგუფის პრობლემაზეა მორგებული, ან თითოეული ინდივიდის პრობლემაზეა მორგებული, ამბავი არის დაუსრულებელი, წყდება კულმინაციაში და ჯგუფის წევრებმა ინდივიდუალურად უნდა დაასრულონ ამბავი, ანუ მოიფიქრონ ამბის მათეული გაგრძელება. სწორედ აი ამ პროცესში ისინი ცდილობენ, რომ ამბავში მოცემული რთული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვონ. გამოსავლის მოძებნა ეს უნდა დახატონ მათ ან და მოიფიქრონ თავისთავად და აი ამ პროცესში ხო ისინი ეძებენ გამოსავლიდან მოძებნის
გზას და ამ პროცესში აქტიურდება მათი შინაგანი რესურსები. ჯგუფის წევრებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ დაინახონ, რომ პრობლემიდან გამოსავალი მხოლოდ ერთი კი არ არის, არამედ იმდენი რამდენი ადამიანიც არის. ანუ აქ შესაძლებელობაა, რომ სხვისი თვალთახედვაც გაითვალისწინონ. მოვედი, როგორია მაშინ მოვედი. ხო წელია ხა. ასე მიშელა მაგრა. თერაპევტები რომ თერაპევტი და იოგა სარიჩოდ. წელია მიშელა. დავანებეთ აღარაფერს. მაგრამ მიშელა ნათია. ზემავარი. კამარა ეს არის ადგილი, სადაც გაქვს შესაძლებლობა დაუბრუნდე ფხიზელ ცხოვრებას, გახდე რეალიზებული შემდგარი ადამიანი. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კურსის დასრულებისას გადმოგეცემათ სარეკომენდაციო წერილი, რომელიც დაგეხმარებათ სამსახურში წარსადგენად და ზოგადად საზოგადოებაში თქვენ მიმართ ნდობის ასამაღლებლად.